1917 წლის თებერვალი. ნიკოლოზ მეორე გადადგა. მონარქია უკვე წარსულია. რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე რევოლუციისა და ცვლილებების ქარი ქრის. სწორედ ამ დროს პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ დოცენტი ივანე ჯავახიშვილი სამშობლოში აღტაცებულ წერილებს აგზავნის. თუმცა 41 წლის მეცნიერი საქართველოსთვის მოსალოდნელ სირთულეებზეც მიუთითებს. საუკუნეზე მეტია ასეთ ჯამსა და დროს საქართველო არ მოსწრებია. პოლიტიკური უფლებების აღდგენისთვის მეტად დიდი ბრძოლა დაგჭირდება და ისიც ვინ იცის მივიღებთ რამეს თუ არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად შევთანხმდებით და ბრძნულად მოვიქცევით. ივანე ჯავახიშვილს მიაჩნია, რომ პოლიტიკური ცვლილებების დროს საქართველო განათლებაზე უნდა ზრუნავდეს. ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ქვეყნის მომავალს უნივერსიტეტის შექმნის იდეას უკავშირებს. საქმე იმდენად სასწრაფოა, რომ თანამოაზრეების მობილიზებას ჯერ კიდევ პეტერბურგში იწყებს. პირველი სხდომა უნივერსიტეტის დაარსების საკითხთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილმა 1917 წელს პეტერბურგში ჩაატარა. მეორე სხდომა 1917 წლის 12 მაისს ტარდება თბილისში, სადაც შეიქმნა თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოება და საბოლოო შემაჯამებელი სხდომა ამდენიმე დღეში 17 მაისს ტარდება ქუთაისში. ნიშანდობლივია ის, რომ ივანე ჯავახიშვილს, რომელსაც ძალიან ნაკლები კავშირი ჰქონდა როგორ პიროვნულად ქუთაისთან, არა როგორც ისტორიკოსს და როგორც მეცნიერს, ის ქუთაისში ნაკლებად იმყოფებოდა ხოლმე. მან კარგად იცოდა, რომ ქუთაისის შეკითხვის გარეშე, ქუთაისის საზოგადოების ნებართვის გარეშე ისეთი უდიდესი ქართული საქმის გადაწყვეტა, როგორც უნივერსიტეტის შექმნა იყო, ყოველად წარმოუდგენელად ეჩვენებოდა ამ ჩვენ სულმნად წინაპარს. 1917 წლის 17 მაისი. ქუთაისში გასაიდუმლოებული შეხვედრა იმართება. თავმჯდომარედ იოსებ ოცხელს, ხოლო მდივნად ალექსანდრე ჯანელიძეს ირჩევენ. ორი ვერსია არის საკრებულოს შენობაში, ერთი ქალაქის ცენტრში და მეორე გრიგოლ გველესიანის სახლში და უფრო მგონია, რომ შეიძლება გრიგოლ გველესიანის სახლი ყოფილიყო. რადგანაც გარკვეულწილად საიდუმლო იყო ეს შეხვედრა, იმიტომ რომ არსებობდა წინააღმდეგობები უნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებით. საქართველოში მძვინვარებს სოციალ-დემოკრატია, გითხრათ სიმართლე, რომელიც ზოგად სოციალისტურ იდეებს უჭერს მხარს და ის რუსეთის სოციალ-დემოკრატიის ნაწილი არის და არა დამოუკიდებელი ქართული პარტია ჯერ კიდევ, რომელიც ცოტა სხვაგვარად უყურებს ეროვნულ საკითხებს და მათთვის მეორე ხარისხოვანი არის და გამომდინარე ეს შეხვედრა ალბათ ამიტომ უნდა ყოფილიყო საიდუმლო, თუმცა შემდეგ უკვე საგაზეთო სტატიებშიც გამოქვეყნდა ამის სტენოგრამა. სხდომის მდივნის ალექსანდრე ჯანელიძის ხელით დაწერილ ოქროში ვკითხულობთ. კრება გახსნა ივანე ჯავახიშვილმა. ჯერ მან დამსწრედ გააცნო საქმის ვითარება თბილისში. შემდეგ კი ვრცელი მოხსენება წაიკითხა ქართული უნივერსიტეტის აუცილებლობის შესახებ. მან არა მარტო აღნიშნა გადაუდებელი საჭიროება ქართული სამეცნიერო დაწესებულებისა, ამასთან ისტორიული შესწავლის შემდეგ კვლავ დაასაბუთა უნივერსიტეტის უპირატესობა სამეცნიერო აკადემიისა და უმაღლესი სპეციალური სასწავლებლის წინაშე. სხვათა შორის არსებობს ასეთი ფაქტი, ცნობილი ფაქტია, დაწერილიც არის ეს, ისეთი დიდი ადამიანი და საქართველოს მოამაგე, როგორც ბატონი ნიკოლ ნიკოლაძე იყო, წინააღმდეგი იყო თბილისში უნივერსიტეტის გახსნის, ის უფრო ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის გახსნას ემხრობოდა, ალბათ თავისი პროფესიონალური გამოცდილებიდან გამომდინარე. ქუთაისის შეხვედრაზე მომავალი უმაღლესი სასწავლებლის ტიპის შესახებ მწვავედ კამათობენ. ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტის იდეას იცავს. კრებას 25 ადამიანი ესწრება. ამ 25 წევრს მიმართა ივანე ჯავახიშვილმა, ის მარტო არ იყო ჩამოსული ქუთაისში, რა თქმა უნდა, მგზნებარე სიტყვით, ყველა მოიხიბლა, ვინ არ მოიხილებოდა ბატონი ივანეს საუბრით, მისი ყოვლის მომცველი ცოდნით, მაგრამ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის დაარსების სასარგებლოდ იქნა ქუთაისელი საზოგადოების მიერ მიღებული, მაგრამ ორი ადამიანი წავიდა წინააღმდეგი. ყველა ორის წინააღმდეგი. ქუთაისში უკვე ისტორიად ქცეული კრება ამით არ სრულდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მომავალი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის ფინანსების მოძიებაა. ამიტომ როგორც შეხვედრის ოქმებში ვკითხულობთ, ფულის შოვნისთვის კრებამ კომისია აირჩია. როგორია 1917 წლის ქუთაისი? როგორ აისახა ეპოქის ცვლილება ქალაქზე? შეძლებს თუ არა 58,000-იანი ქალაქი უნივერსიტეტის შექმნისთვის სახსრების მობილიზებას?
უჩვეულოდ ლამაზი იყო ამ დროს სავარდო და სამაისო ქუთაისი. სწორედ ახლა გაიხსენებდა კაცი ბავშვისთვის. ის ხომ ქებას არ იშურებდა იმ ერთა მიბგაც. მათი მშვენიერებით, აერონებით, ენატკბილობით, სიკისკისით აღტაცებული, სადაც გლეხთაცაშვილი მიგვანან წარჩინებულთა შვილთან. მართლაც დიდებული იყო ამ დროს ქუთაისი. ასე აღწერს ივანე ჯავახიშვილზე ცნობილი წიგნის ავტორი სერგო ჯორბენაძე იმდროინდელ ქუთაისს. მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, ქუთაისი რთული დღეების მოლოდინშია. ქუთაისი ელოდება ცვლილებებს. მომხდარია არის თებერვლის რევოლუცია, დამოუკიდებლობა არ არის გამოცხადებული, ეს ის პერიოდი არის სხვათა შორის, როდესაც დადგა საკითხი თითქოს ქუთაისში უნდა შემოსულიყო თურქეთის საოკუპაციო ჯარი ენვერ ფაშას მეთაურობით, თურქეთის თავდაცვის სამხედრო მინისტრი იყო მაშინ, თუმცა ეს საკითხი შემდეგ მოიხსნა დღის წესრიგიდან და ქალაქი, რომელიც ელოდება ოკუპაციას. ეს რეალურად იდგა ეს საკითხი, უბრალოდ გერმანიის მთავრობის ფაქტორი შეიქმნა, გადამწყვეტი და თურქეთის არმია და ენვერ ფაშას საყოველთაოდ ცნობილი სარდალი იყო მაშინ ოსმალეთის იმპერიის და ანტანტის ჯარების რანგის სარდალი იყო და მაინც ხდება ქალაქში იმისათვის დროის გამონახვა, რომ იფიქრონ ისეთ ზოგად სახელმწიფოებრივ საქმეზე, როგორც უნივერსიტეტის შექმნა არის. ქალაქი, რომელსაც უჭირს ძალიან, ქალაქში შრომის ბირჟა შეიქმნა ძალიან მალე, სადაც იდგა საკითხი, როგორ დასაქმებულიყო ქალაქის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ძალიან უჭირდა თავი გაეტანა. პროდუქტზე ფასები მკვეთრად დაცემულია. 1 კილოგრამი პური კაპიკ ნახევარი, 1 კილოგრამი კარტოფილი კაპიკი, შინაური მფრინველი კი 20 კაპიკი ღირს. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უმძიმესია. კვალიფიციური, მაღალი რანგის ოსტატის ხელფასი მხოლოდ 25 მანეთს შეადგენს. სწორედ ამ ფონზე ხდება ის, რომ ძალიან მალე საქველმოქმედო საღამოზე ქუთაისში აკრებილი იქნა 5000 მანეთზე მეტი, 5540 მანეთი. ეს ძალიან დიდი თანხა არის იმ პერიოდისათვის. 1918 წლის 8 თებერვალს კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი იხსნება. უნივერსიტეტი ამზადებს მრავალი თაობის მეცნიერს, მასწავლებელს, იურისტს, ექიმს, სახელმწიფო მოხელეს და საზოგადო მოღვაწეს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. პირველი პროფესურის დიდი ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ქუთაისლები იყვნენ და ქუთაისმა ჯერ თავისი საბოლოო თანხმობით და ნებართვით ითამაშა დიდი როლი უნივერსიტეტის შექმნაში და მერე თავისი ინტელექტუალური ძალით და ერთი ძალიან კარგი მომენტი არის 26 მაისს ძველი სტილით, ახალი სტილით 8 თებერვალს 1918 წლის გამოცხადდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა და რა ხდება ქუთაისში 27 მაისს მეორე დღეს ქუთაისის საზოგადოება, გიმნაზიის მოსწავლეები, მასწავლებლები, ქუთაისის გამორჩეული ადამიანები შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მსვლელობით დადიოდნენ და ასე აღნიშნეს უნივერსიტეტის შექმნა. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სახელი ენიჭება. პირველი ქართული უნივერსიტეტის მნიშვნელობა მხოლოდ განათლებით არ შემოიფარგლება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავიდანვე შეიქმნა როგორც ევროპული ტიპის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ხელი შეუწყო ქართული მეცნიერების, ისტორიის, კულტურისა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას. უნივერსიტეტი დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად.